გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით ყველას და დღეს მინდა ვისაუბრო ერდოღანის ძალიან ცუდ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტის დროს თურქეთში შეხვედრაზე და პირდაპირ ძახილის ნიშნებით ისაუბრა ერდოღანმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე საქართველოში უნდა ისტორიულ სამშობლოს უნდა დაუბრუნდნენ თურქი მესხები. ეს განცხადება ძალიან არასწორი განცხადებაა, არასწორი ფორმით გაკეთებული და არასწორი ტონით გაკეთებული განცხადება და პირდაპირ ეს განცხადება ერთადერთ რამეს მიანიშნებს, რომ დიახ, თურქებს აქვთ თავიანთი იმპერიული დამპალი იმპერიული ზრახვები და ამ იმპერიულ ზრახვებში შედის საქართველოს და საქართველოს ტერიტორიებიც. აი ეს გახლავთ თურქები, ჩვენი მეგობარი თურქები და აქ მინდა მივმართო, აი პუტინ ხუილო პატრიოტები რომ არიან და რუსებს 24 საათი რომ რუსებს დედის ტრაქს აგინებენ, ამ ადამიანებს მივმართავდი და თქვენ თუ გულწრფელები ხართ აი ამ პუტინ ხუილოს სახილში, რატომ არ გამოხვედით და რატომ არ ყვირი ხართ ერდოღან ხუილოს და რატო თურქებს არ აგინებთ დედის ტრაქს? მე იმისკენ კი არ მოუწოდებ ვინმეს რომ გამოვიდნენ და ეხა თურქებს აგინონ პირიქით. არც რუსებს არ უნდა ესე ვაგინებდეთ დედის ტრაქს გამუდმებით, იმიტომ რომ აი ამ პუტინ ხუილოს სახილით და რუსებზე დედის ტრაქის გინებით ჩვენ ვერაფერ შედეგს საქართველოსთვის სიკეთის მომტანს ვერ დავაყენებთ და რა თქმა უნდა ვერც ერდოღანის გინებით და ვერც თურქების გინებით ჩვენ ქვეყანას ვერანაირ სიკეთეს ვერ მოვუტანთ. პირიქით ჩვენ უნდა სწორი პოლიტიკა უნდა გავატაროთ და ჩვენ ქართველები ქოციც, ნაციც, რეიბოვისტიც და ფედერალისტიც უნდა ვერთიანდებოდეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების გარშემო და აქედან უნდა გამოვდიოდეთ და პუტინ ხუილოს კი არ უნდა ვყვიროდეთ და რაღაცა ერდოღან ხუილოს და რაღაც სიგიჟებს, არამედ პოლიტიკას უნდა ვატარებდეთ და ლავირების პოლიტიკას უნდა ვატარებდეთ და უნდა კარგად გვახსოვდეს, რომ არ არსებობენ პოლიტიკაში მუდმივი მკვლები და მუდმივი მეგობრები და ასევე ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, როცა რუსებს ვაგინებთ დედის ტრაქს და პუტინ ხუილოს ვიძახით და რუსკი ვაინი კარაბლიდი ნახუი და რაღაც სისულელებს რო ვყიდივართ, აქ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ის, რომ რუსებზე ნაკლები ტერიტორიები არ წაგვართვეს თურქებმა და რაც რუსებმა ჩვენ გავუკეთეს, იმაზე ნაკლები არ გაუკეთებია თურქებს ჩვენთვის. ასევე ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ერთი რაღაცა, რომ იმ შემთხვევაში თუკი რეგიონში დაირღვევა ძალთა ბალანსი და თუკი რუსეთი განადგურდება და ჩამოიშლება და ჩამოინგრევა, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად გააქტიურდება თურქეთი და ჩვენ დავკარგავთ არა მხოლოდ აჭარის რეგიონს და სამცხე-ჯავახეთს, არამედ საერთოდ შავი ზღვისპირეთის დაკარგვის საშიშროების რეალური საფრთხის წინაშე დავდგებით და ეს რაღაცა ჩემი ფანტაზიის უნარი არ გახლავთ და ეს არის ფაქტები და ფაქტი და ფაქტია ისიც, რომ რომარა თავის დროზე საბჭოთა კავშირი და რუსეთი დღეს საქართველოს შემადგენლობაში არ იქნებოდა არც ბათუმი და არც სამცხე-ჯავახეთი და სწორედ საბჭოთა კავშირის და რუსეთის დამსახურებით მოხდა ის, რომ ჩვენ დავიბრუნეთ და საქართველოს ტერიტორიის შემადგენლობაში დაბრუნდა აჭარის ტერიტორიაც და სამცხე-ჯავახეთიც და ეს არის ფაქტი და ამას რო ვლაპარაკობ ეხლა ვიღაცა დედამოტყმული გამოხდება და აი რუსეთუმეა და იმიტომ ლაპარაკობს ამ რაღაცებს. რუსეთუმე კი არა ვარ, ფაქტებს ვლაპარაკობ და ისტორიაა ეს და უტყუარი ფაქტებია ეს და არც ჩემი მოგონილია და არც ვიღაცის მოგონილს ავლაპარაკობ. ეს არის ფაქტი და დიახ, ფაქტია ის, რომ რომარა თავის დროზე რუსეთი
ჩვენ საქართველოს შემადგენლობაში დღეს არ იქნებოდა არც ბათუმი და არც სამცხე-ჯავახეთი და უფრო მეტიც დიდი ალბათობაა იმისა, რომ საერთოდ შავიზღვისპირეთი დაგვეკარგა. ასე რომ იმ ადამიანებს მიმართავდი, ვისაც ისეთი წარმოდგენა გაქვთ და იმის გჯერათ, რომ აი თუ კი რუსეთს დედა მოეტყნება და დაიშლება და დაინგრევა, ეს იქნება საქართველოსთვის მომგებიანი და ასეთ შემთხვევაში საქართველო გაბრწყინდება და გამთლიანდება და რაღაცა გაძლიერდება, ეს არის ძალიან ცდარი დამოკიდებულება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ღმერთმა დაიფაროს, რომ რუსეთი ჩამოიშალოს ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში გააქტიურდება თურქეთი და ჩვენთვის ეს კარგის არაფრის მომტანი არ იქნება და სწორედ ამას მოანიშნებს ერდოღანის დღევანდელი განცხადებაც, ხო? როგორც კი რუსებმა სამხრეთ კავკასიაში დათმეს რაღაცა პოზიციები და რაღაცა გავლენები დაკარგეს, იმ წუთას და იმ ეგრევე თავი წამოყო ერდოღანმა და როგორი განცხადებებიც გააკეთა, ყველამ კარგად ვნახეთ და ვიხილეთ, ხო? ასე რომ ჩვენ ქართველებმა უნდა დავიმახსოვროთ და კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის არც მუდმივი მტერი არსებობს და არც მუდმივი მეგობარი და ყოველთვის ლავირების პოლიტიკას უნდა ვატარებდეთ და კი თუ საჭიროა დღეს უნდა რუსეთს ვეძახდეთ, ბაბაიას და ვეფერებოდეთ და რაღაცა მეგობრულ პოლიტიკას ვატარებდეთ და ხვალ რო დადგება საჭირო, თურქეთს უნდა მოუტრიალდეთ და თურქებს უნდა ვეძახოთ ბაბაია და მეგობარი და ზეგ თუ გახდა საჭირო, ზეგ კიდევ ირანს და სწორედ აი ამ ლავირების პოლიტიკამ მოგვიყვანა დღემდე. ეხლა ამასთან დაკავშირებით, ვისაც იმის წარმოდგენა აქვს და იმის ის ჯერა, რომ ჩვენ ევროპა დაგვიცავს და ამერიკა დაგვიცავს და არ დაუშვებს იმას, რომ საქართველო მარტივ მომრავლებად გაგლიჯონ შუაზე, ესაც რა თქმა უნდა მცდარი წარმოდგენაა. ერთადერთი რაც დღეს საქართველოს ტერიტორიების დაკარგვისგან და შუა არ ვიცი, 9 ნაწილად გაღლეჯვისგან და გახლეჩვისგან რაც იცავს, ეს არის ის, რომ რეგიონში დაცულია ძალთა ბალანსი. და ამ ძალთა ბალანსის ერთ-ერთი შემადგენელი გახლავთ რუსეთი. თუ კი რუსეთი იმ დონეზე დასუსტდება, რომ მას არ ექნება იმ საშუალება, რომ თავისი ინტერესები და პოზიციები დაიცვას ჩვენს რეგიონში, ასეთ შემთხვევაში არავინ არ იფიქროთ, რომ ამერიკა იმას ეცდება და იმას იჩალიჩებს, რომ აქ რაღაცა მშვიდობა იყოს რეგიონში და დაალაგებული სიტუაციები. არა, პირიქით ამერიკა ყველაფერს იზავს, რომ რეგიონში აიდიოს სიტუაცია და გამუდმებით ქაოსი და არეულობა იყოს ამ რეგიონში, რომ რუსეთის გარშემო მუდმივად იყოს რაღაცა ქაოტური სიტუაციები, რომ ვერასდროს ვეღარ შეძლოს რუსეთმა მოძლიერება და ამ რეგიონში რაღაცა თავისი ინტერესების და თავისი პოზიციების დაცვა. ეს არის რეალობა და კიდევ ერთს დავამატებდი, ვისაც დღემდე იმისი გჯერათ, რომ აი ლევან ბერძენიშვილმა დედამოწყვილმა რო იბოდიალა და პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ რო განცხადება გააკეთა და ეს განცხადება გამოიხატა იმაში, რომ თურმე ერეკლე მეფე ყოფილა მოღალატე, დღევანდელი ერდოღანის განცხადების შემდეგ ამასთან დაკავშირებითაც ადამიანები ფიქრობ სხვანაირად უნდა დაფიქრდნენ და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერეკლე მეფე ჯერ სანამ რუსებთან გაიქცეოდა, ორი ელჩი გააგზავნა ევროპაში და ერეკლე მეფემდეც დაახლოებით 30 მეფეა საქართველოს ისტორიაში, რომლებმაც ევროპაში ელჩები აგზავნეს და რომლებიც ეხვეწებოდნენ და ემუდარებოდნენ, რომ მოდით და დაგვიცავით აი ამ იმპერიებისგან და ქრისტიანები ვართ და ერთმორწმუნე ვართ და აი ამ მუდმივად აი ამის ხვეწნაში იყვნენ ისტორიულად ჩვენი მეფეები, მაგრამ როგორც დღეს ევროპას და ზოგადად დასავლეთს ვკიდივართ და ჩვენი გულისთვის ზედმეტ ნაგვით არ გადმოდგავენ, ასე იყო ისტორიულად ყოველთვის ვეკიდეთ, ყოველთვის და
იგივე მეორდება დღესაც და ნურავის თუ გექნებათ იმის ილუზია, რომ თუკი ესე იგი რუსეთი ჩამოიშლება და ასეთ შემთხვევაში თურქეთი აუცილებლად გააქტიურდება და თავის დამტაცებულ პოლიტიკას მიაწვება, ამ შემთხვევაში ნურავის თუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ევროპელები დაგვიცავენ ჩვენ და ამერიკელები და ვიღაცები. ეს არის სისულელე და ერთადერთი რაც დღემდე ჩვენ გვიცავს იმისგან, რომ აი ტერიტორიები კიდევ უფრო მეტი არ გვაქვს დაკარგული და საქართველოს 5 ნაწილად არ არის გაგლეჯილი, ეს არის ერთადერთი რამ და ეს ერთადერთი რამე არის ის, რომ რეგიონში არის დაცული ძალთა ბალანსი და აი ამ ძალთა ბალანსის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია რუსეთი. ასე რომ ფიქრობ გამგები კარგად გაიგებს, რასაც ვლაპარაკობ და რასაც ვსაუბრობ. ვინც რუსეთუმეს დამიძახებს აი ამ ვიდეოს შემდეგ ამ ადამიანებთან მე სალაპარაკო არაფერი არ მაქვს, ჩვეულებრივი უტვინო, გამოშტერებული, ტვინგამორეცხილი ლეჩები ხართ თქვენ, ვინც აი ამ ჩემი საუბრიდან იმ დასკვნას დადებთ, რომ აი მე რუსეთუმე ვარ. არანაირი რუსეთუმე მე არ ვარ, მე ჩემი ქვეყანისთვის და ჩემი სამშობლოსთვის ვარ და ჩემი ერისთვის და ჩემთვის უპირველესი და მთავარი არის საქართველოს ინტერესი და მერე მოდის ყველა და ყველაფერი. ასე რომ ეს არის ვისი თქმაც მინდოდა და კიდევ ერთ დავამატებ ძალიან მოკლედ. პირადად მიხეილ ყაველაშვილი ღირსია იმ დამოკიდებულების, რა დამოკიდებულებითაც დახვდა ერდოღანი და იმიტომ არის ღირსი, რომ დიდგორობის დღეს აი ამ უმნიშვნელოვანეს დღეს საქართველოსთვის და საქართველოსთვის მიხეილ ყაველაშვილი ადგა და ეწვია თურქეთში ერდოღანს ეახლა და სწორედ აი ამის გამო პირადად ყაველაშვილი ღირსია იმ დამოკიდებულების, რა დამოკიდებულებითაც მას დახვდა ერდოღანი. ეს არის და ეს ვისი თქმაც მინდოდა ერდოღანის აი ამ ძალიან ცუდ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიხატა იმაში, რომ თურქი მესხები უნდა დაბრუნდნენ აუცილებლად თავიანთ ისტორიულ სამშობლოში.